ვაგრძელებთ ჩვენ საახალწლო ეთერს. სულ რამოდენიმე საათი დარჩა იქამდე, სანამ შევხვდებით ყველა ერთად 2026 წელს და ჩემი კიდევ ერთი ძალიან საყვარელი სტუმარი უნდა წარვადგინო. ჩემი მეგობარი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნუცა თოფურია. დილამშვიდობის ნუცა. დილამშვიდობის. მე ტრადიციულად რა თქმა უნდა ყოველ წელს ვარ ხოლმე პალიტრა ნიუსთან ერთად. და მადლობა შენ მაგისთვის რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. როგორ ხარ? აბა როგორი წელი გქონდა? შეაჯამე აბა. იცი აბა გონია რომ ყოველთვის წელი იყო ყველასთვის. რთული იყო ნამდვილად. ძალიან რთული იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვარ ხოლმე რა, რომ კარგი უნდა კარგს უფრო მეც ვხედავ ხოლმე და აუცილებლად მინდა ვთქვა რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც ამ წელს კარგი მოხდა, იმიტომ რომ ბევრი კარგი მოხდა და ვუსურვებ 2026 წელს ხალხს რომ იყოს მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი თავისუფლების და ყველაფრის კარგის მომტანი. რამდენად გიყვარს ახალი წელი? აი ეს სახალხო ტრადიციები რამდენად არის შენს ოჯახში და პროფესიიდან გამომდინარე ალბათ სახში ნაკლებად ხარ ხოლმე ახალ წელს, მაგრამ მაინც აი მოგვიყევი მთელი ეს რიტუალები რაც ვიდრე დაიწყებ ტრადიციებს, მე ვიცი თქვენი ოჯახის სიყვარული კოკაკოლა. ნამდვილად. ჩვენი ოჯახი კოკაკოლა დამოკიდებულია, შესაბამისად კოკაკოლაზე უარს უბრალოდ ვერ ვიტყვი. დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენს ტრადიციებს, ახალი წელი იმდენად მიყვარდა ბავშვობიდან, რომ საერთოდ ყველაფერს მევაკეთებდი ხოლმე სახლში. მართლა, ყველაფერს. წერე კერძების მომზადებაში ძალიან ესეთ მონაწილეობას ვიღებდი მსუყეს. და რა თქმა უნდა, ნაძვის ხის მორთვა, სახლის მორთვა, საერთოდ ყველაფერი იყო ჩემზე. მაგრამ ბოლო დაახლოებით 5-6 წელია, ყველა მიჩვეულია და უბრალოდ ოჯახიც აღარ ხდება. ყველა ჩემთან ერთად დადის, ხანსად ვარ და ესე მთელი ოჯახი დამყვება ხოლმე და ხან რომელ ქალაქში ვართ, ხან შეიძლება ერთად ვართ, ხო, ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველგან მომყვებიან, სადაც არ უნდა მომიწიოს ახალ წელს ყოფნა და ძალიან მიხარია ხო. ნუცა, გარდა იმისა, რომ რთული წელი ვახსენეთ და ამას რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით თან ისეთ სტუმართან, როგორიც შენ ხარ, უმეტესი დრო ქუჩაში გაატარე და გავატარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან დატვირთული წელი ქონდა შემოქმედებითად უფრო მეორე ნახევარი გულისხმობს სპექტაკლებს და ასე შემდეგ. აი ამაზე მოგვიყევი, როგორი არის შენი სამსახიობო ცხოვრება. კი ბატონო, ჩვენს წინა ახალი წელიც უნდა აღვნიშნო აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის ალბათ წინა წელი, როდესაც დადგა 2025 იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ყველა ერთად ვიყავით. ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით რუსთაველზე და ყოველთვის გამოვყოფ ალბათ 2025 წლის დადგომას და რაც შეეხება მიმდინარე 2025 წელს ჩემთვის პირადად ვამბობ რომ შემოქმედებითად დატვირთული იყო უფრო თეატრის მხრივ ვიდრე მუსიკალურად, იმიტომ რომ სულ ვამბობდი რომ ბოლოს მეთქი არც მახსოვს ახალი სიმღერისთვის როდის მოვიცალე იმდენად სულ ვიყავი თეატრში და სულ ვიყავი სპექტაკლებში ჩართული ახალ სპექტაკლებში თქვამდით და რეპეტიციები თქვენც და შეიძლება იცით როგორია თეატრში როცა იდგება ახალი სპექტაკლი. სხვათა შორის მე რომელ სპექტაკლზეც ერთად ვარ ნამხალხი კი ასე არის ისეთივე კარგი მსახიობი არის ნუცა, როგორც მომღერალი. ვიცი რომ დამიჯერებს ჩვენი მაყურებელი, ვისაც არ უნახავს მისი დიდი მადლობა. დარებებს მიღმა გაზაფხულიაზე, რომელიც ძალიან ემოციურად ცრემლებად დავიყვარეთ ხო? ცრემლებად და აი მოგვიყევი რამდენად კომფორტულია შენთვის აი ეს სხვადასხვა როლის მორგება და რაღაცნაირად ორგანული ჩანს ერთი შეხედვით სცენაზე, იმიტომ ძალიან ბუნებრივი ხარ ამოცემულობაში და ეგ სხვათა შორის კი მსახიობისთვის ალბათ ყველა მსახიობი დამეთანხმება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტია, როცა გეუბნებიან, რომ შენ ბუნებრივი ხარ სცენაზე. ეს არის ყველაზე მაგარი კომპლიმენტი და მადლობა. რაც შეეხება ჩემს ამბავს, ვფიქრობ, რომ თეატრშიც იყო ჩემი ადგილი, იმიტომ რომ მოვხვდი. რადგან მოვხვდი თეატრში და დღეს უკვე მეოთხე სპექტაკლზე ვმუშაობთ, ალბათ რაღაცა იმედები გავამართლე ადამიანების, რომლებმაც სულ თავიდან ჩემზე რაღაცა ფსონები დადეს. ესე ვქვია, რომ ან გავამართლებდი, ან არა და ძალიან მიხარია, რომ გავამართლე, იმიტომ რომ მსახიობობა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. თან თეატრის მსახიობობა იყო ჩემი ოცნება და რაღაცნაირად იმდენად ბედნიერი ვარ თეატრის სცენაზე, რომ
აი ხო ვამბობ, რომ ჩავანაცვლე ცოტა ხნით ჩემი თავარი პროფესია. იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ შესაბამისად. თუმცა ხარ სერიალშიც, ხო? როგორც ვიცი, აი მსახიობს რო ეკითხებიან ხოლმე, ხო, სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს? ყველასგან რაღაცა პასუხი არის ის, რომ თეატრი უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაღაც სპონტანურად რაღაცები გავაკეთოთ და ასე შემდეგ. აი, შენ შემთხვევაში რამდენად დიდი სხვაობაა, თქვა, კამერებთან როცა გიწევს თამაში და უშუალოდ სპექტაკლის დროს. იცი, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ძალიან კარგი სერიალი გვაქვს, რომელიც როგორც იქნა გაგრძელდა და მაყურებელიც ახლა უკვე უყურებს ახალ სერიებს, მარჯვენა სანაპირო. იცი რა, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულია სერიალის სეტი და თეატრის სცენა. იმიტომ რომ ჩემი ახსნა იყო ძალიან პატარაობიდან ესეთი, რომ შენ როდესაც სერიალში ხარ გაქვს 7000 დუბლი და მაინც გამოიყვან იდეალურს. ხო, რაღაცა მაინც გამოვა. ხო, მაინც გამოიყვან იდეალურს და თეატრს რაც შეეხება, გაქვს მხოლოდ ერთი, აი ის მომენტი, ის წამი, როდესაც მაყურებელი წინ ყავს, ესე შენს წინ სხედან და შენ უნდა იყო ის, ვინც ხარ და შესაბამისად უნდა გააკეთო მაქსიმუმი. თეატრი საერთოდ სხვა არის, ხო. იანვარიც საკმაოდ დატვირთული გელოდება, ხო? იანვარიც სპექტაკლზეც მითხარი, რომელზეც აუცილებლად მოვალ და დავესწრები. აუცილებლად უნდა მოიყვანოთ თქვენი საოცარი ბავშვიკები თოვლის დედოფალზე. ეხლა ვემზადებით, უბრალოდ აუცილებლად უნდა მოიყვანოთ თქვენი ბავშვები თოვლის დედოფალზე. ჩვენი პრემიერა უკვე შედგა 26 დეკემბერს და იანვარში ძალიან ბევრი მიუზიკლი და საბავშვო ზღაპარი გვაქვს დაგეგმილი და მთელი იანვარი არის საბოლოო ჯამში კონცერტებთან ერთად უფრო მეტი სპექტაკლი, რა თქმა უნდა. თუმცა აი 31 დეკემბერია უკვე, სულ რამოდენიმე საათი გვაშორებს ახალ წლამდე. აი 12 საათისთვის რამე ტრადიცია თუ გაქვს ასეთი? სცენაზე ვარ. უფრო ადრე ან ასე შემდეგ ოჯახთან ერთად ხარ ყველგანეს ვიცით, თუმცა აი რაღაც რიტუალივით თუ გაქვს. ზოგი მაგიდის ქვეშ ძრება, ზოგი ასე შემდეგ, აი შენ რა საკეთებ? მე არა, მე ყოველთვის ვიყავი მეკვლე. ოჯახში. ჩვენ ესეთი ტრადიცია გქონდა, რომ მე და ჩემი ბიძაშვილი ყოველ წელს ძაღლთან ერთად ჩვენ და დობი ვიყავით, მე ნინა და დობი ვიყავით მეკვლეები. წელს ბოლო წლებია, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვასრულებთ, მაგრამ წელსაც ვერ ვასრულებთ. სამსუხაროდ, იმიტომ რომ კი, რამდენიმე საათში, როგორც კი წავალ ცოტა უნდა დავისვენო სახლში. ვიყო მე, ჩავიცოთ და უკვე წავიდე, იმიტომ რომ ორი კონცერტი მაქვს დღეს. მაგრამ აი ჩვენთან ხო ახალი წელი ესეა, რომ უსასრულოდ გრძელდება. 2 კვირა მინიმუმ. ალბათ შემდეგ დღეებში ინაზაურებ. 15-მდე მინიმუმ. 15-მდე. ხო, ნუ საბოლოო ჯამში ეგრეა. ვიდრე 2026 წლის გეგმებზე გადავალს და მიულოცავ ჩვენს მაყურებელს, მე მინდა რომ შენს დაბადების დღეზეც ვისაუბროთ. რომელიც გრანდიოზულად იყო დაბადების დღეზე. ვიცი რომ წინა წელსაც გინდოდა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავე, რა თქმა უნდა, გასაგებია ეს ყველაფერი და წელს მე მგონი აინაზღაურა ეს ყველაფერი და წელს რაღაცნაირად დაგვირგვინება ჩვენთვის სტუმრებისთვის დღესაც. ძალიან მიხარია რომ ესე ამბობ, იმიტომ რომ შენ სტუმარი თუ ესე ამბობს, მე ძალიან ბედნიერია. შენ თვითონ ხმი ხოლმე ასეთ გარემოს, რომ ჩვენს ბედნიერები ვართ შენთან ერთად. ჩემს დაბადების დღეზე ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი შეიკრიბეთ და ვიყავი უბედნიერესი და ხო ჩემთვისაც რაღაცნაირად დაგვირგვინება გამოვიდა, იმიტომ რომ ბოლო 2 წელია ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ჩემი დაბადების დღე, მართლა 6 თვით ადრე რომ ვიწყებ დაგეგმვას და ყველა ჩემი მეგობარი დამცინის. და წინა 2 წელი რომ ეს დაბადების დღე არ შედგა სხვადასხვა მიზეზების გამო, წელს მინდოდა რაღაცნაირად ისეთი ყოფილიყო გრანდიოზული და მგონია გამოვიდა თავისი პლუსებითაც და მინუსებითაც, რა თქმა უნდა. შვენიერია ნამდვილად და ნუ 2026 წელს რა გეგმები გაქვს და ზოგადად თუ გიყვარს ხოლმე აი წინასწარ ბევრი ადამიანი ესა რომ მთელი წელი წინასწარ აქვს ხოლმე გაწერილი რომ აი ქონდა წავიდა ეს უნდა გავაკეთო აი შენ რამდენად გიყვარს ესე წინასწარ არასდროს არ გეგმავ ხოლმე აი ძალიან short პერსპექტივაში რაღაცას. რა თქმა უნდა ვიცი აი ის თვე წინასწარ ხარ ის კონცერტები შეიძლება ბევრი თვით ადრეც დაიგეგმოს, მაგრამ არასდროს არ მიყვარს ხოლმე წინასწარ რაღაცების დაგეგმვა. რაღაცა მე ყოველთვის ცხოვრობ დღევანდელი დღით, იმიტომ რომ არასდროს არ ვიცით რა მოხდება და აი ყოველთვის მინდა რომ ყველა დღე რაღაცნაირად შევირგო მაქსიმალურად და რაღაცა სულ ყოველთვის კარგი მოხდეს. ამიტომ 2026 წელს რა თქმა უნდა გეგმები არის, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს ეხება რა თქმა უნდა მუსიკას და სიმღერას და ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, რომელიც უკვე ახალი წლის შემდეგ იქნება
და იმედი მაქვს, რომ ეს წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2025. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული წელი გელოდება და ახლა მინდა რომ ჩვენს მაყურებელს, პალიტრა-ნიუსის მაყურებელს მივულოცა დამდეგი 2026 წელი. აუცილებლად. მოკლედ, პალიტრა-ნიუსის მაყურებელს ვულოცავ დამდეგ 2026 წელს, გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის, ბედნიერების, თავისუფლების, ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა, თავისუფლების და მართლა უნდა გვებედნიეროს, ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ოჯახის წევრების წარმატებით და ბედნიერებით და ყველას გისურვებთ ამას 2026 წელს. მოდი მივულოცოთ, მეც მინდა რომ მოგილოცო დამდეგი 2026 წელი. მადლობა გითხრა რომ ხარ ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა ყოველ წელს ტრადიციულად წელსაც არ გაგიშვებთ ასე ხელცარიელს და ბიბლუსისგან და გადმოგცეთ საჩუქარი რომელიც მათ სპეციალურად ჩვენთვის მოამზადეს. ჩაიფიქრე დღესასწაული ბიბლუსთან ერთად. ჩემი საყვარელი ბიბლუსი. დიდი მადლობა და მინდა რომ ძალიან ბედნიერი და წარმატებული წელი გქონდეს და იყავი ისეთივე ლამაზი და კაშკაშა როგორც იგივე შემიძლია გითხრათ. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა სიმღერის გარეშეც ვერ გაგიშვებთ ნამდვილად და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი სიამოვნება გველოდება ახლა ჩვენს და ჩვენს მაყურებელსაც. დიდი მადლობა. მადლობა შენ. ჩემოჩიორა შეხომაქცივა მოდი ჩაგიკრაბუბეში და თბილად იქნები ვერ შეგაშინებს თოვლის ფიფქები მოგიალერსებ ჩიტუნა და მას ვინატრე ფიფქივი ჩემს არ გაუჩინე ჩემნაირად ვერ ვინ გაგათმოს მოგიალერსებ ჩიტუნა და მას ვინატრე ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარად ათოს სხვა ჩემნაირად ვერ ჩემნაირად ვერ ვინ გაგათმოს მოგიალერსებ ჩიტუნა და მას ვინატრე ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარად ათმოს სხვა ჩემნაირად ვერ თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარად ათმოს სხვა ჩემნაირად